ერთი პატარა განცხადება მინდა გავაკეთო. ანუ მათთვის ვისაც უყვართ ინდოეთი, რაც ნუგებთ, რომ დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრება ახალგაზრდა გოგონა ქეთი ვარდოშვილი, რომელიც შესანიშნავად ფლობს ჰინდის ენას, ინდურ ენას, ერთ-ერთი ინდურ ენას, ჰინდის. სიმართლე გითხრათ, თავიდან, როდესაც მითხრა ამის შესახებ, მე მისი ნათარგმნი ტექსტი გადავამოწმებინე რამდენიმე ინდოელს და მე გამაოცა აბსოლუტურმა სიზუსტემ ამ ტექსტისა. სექტემბრიდან, გასული სექტემბრიდან ჩვენ ვფიქრობდით დარბაზის აღებას, სადაც გავხსნიდით, რა თქმა უნდა, სასაუბრო ჰინდისია საუბარი, აქ არ არის წერაზე საუბარი, სასაუბრო ჰინდის შესწავლილ კურსებს, თუმცა მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა და ახლა მინდა ეს განცხადება გავაკეთო, რომ მარტის თვიდან უკვე შესაძლებელი იქნება, თუ იმე სურველია, რამდენიმე გოგონა ჩვენ გველოდება და რამდენიმე კლასში თუ დაემატება, მარტის თვიდან შესაძლებელი იქნება სასაუბრო ჰინდის შესწავლა. ამიტომ მითითებულ მისამართზე გით Facebook-ზე, გით საიტზე, თუ იმე სურველია, შეგიძლიათ დაკავშირდეთ და მოგწეროთ. მე უკვე აღნიშნე, რომ ინდურმა კინომ ინდოეთზე შეყვარებული ძალიან ბევრი ადამიანი გამოცნოდა, რამდენიმე ადამიანი დავასახელე ჩემი და უფრო თაობიდან. მე მინდა რამდენიმე ახალგაზრდაზეც შევაჩერო თქვენი ყურადღება, იგივე ქეთი ვარდაშოზე, რომელიც ახლა საუბრობდი, ჩემი მარი პაპიაშვილი, ვიცი რომ ესწრება დღევანდელ ღონისძიებას, ჩვენი მოდელი, რომელიც ერთად ნახევარი ბოლივუდში მუშაობდა. მინდა აღნიშნო ჩემი ანუკი ჯომბურიძე, ვიცი რომ არის ღონისძიებაზე, რომელიც შესანიშნავად ხატავს ინდოეთის თემაზე და რომ არა ჩემი პირადი მიზეზები, რომელიც ემოთ აღნიშნე, ჩვენ დღეს ვაპირებდით ანუკის ნახატების რეპროდუქციების გამოფენას, თუმცა შემდეგ ღონისძიებაზე აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს. არ მინდა გამომრჩეს, მე მინდა ასევე მადლობა ვთქვა ანსამბლ სიტარას, ამავე თაობას ეკუთვნის, გახსოვთ ალბათ იყო ასეთი ანსამბლი კინოთეატრ ახმედელში, ეს გოგონები ალამაზებდნენ ყველა გამოსვლას, და ყველა გამოსვლას, ყველა ღონისძიებას და ვიცი რომ რამდენიმე ანსამბლის წევრი, ჩემი ნინიკო სათავიდან აქ არის და კიდევ რამდენიმე გოგონა დღესაც არის ჩვენი სტუმარი. აქვე მინდოდა მადლობა მეთქვა ქალბატონ ლელას მიმართ და თუ დამასწრო ეს ქალბატონი ბოლივუდში ლელასაფოება ხელმძღვანელობდა ამასამბლ სიტარას, ამჯერად ეს ქალბატონი ბოლივუდში მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და მე ყოველთვის ვგრძნობ ამ ქალბატონის მხარდაჭერას და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ქალბატონს. ზოგიერთ სიტყვები მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს მეცნიერებს. ეხლა ისევ კიდევ ერთი საკონცერტო ნომერი ვნახოთ და შემდეგ გამოვხდოთ.
დიდი მადლობა გოგონებს. მე თვითონაც ძალიან მომეწონა. სანამ გოგონები ამოისუნთქებენ, კიდევ ერთი საკონცერტო ნომერი დარჩა და შემდეგ ფილმი ჩაერთვება, თუმცა რაღაც პატარა პაუზა არის და მე მოამზადე 2011 წელს გამოსული ახალი ფილმების ტრაილერებისგან ამაწყვეთ. აი პატარა სარეკლამო ვიდეო აი ამ პაუზაში და თქვენის ნებართვით ჩავთავთ ამ ვიდეოს, სადაც თქვენ შეგეძებნა ვინც ძალიან ხშირად ადვენებს თვალს იცის ყველა ფილმი რომელიც გამოვიდა, თუმცა მათთვის ვინც არ არის საქმის კურსში შეგიძლიათ მოეწყოთ